ეს დილის არხი რადიო იმედზე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად მოგესალმებით დილამშვიდობისა ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ბრუნდებით ლევან ჯიქიასთან ერთად ისტორიკოსი გვერდდება ჩვენ დღევანდელ გადაცემაში როგორც ყოველ სამშაბათს და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ესტატე მირიანაშვილის მოგონებების შესახებ მოგესალმებით ბატონ ლევან და ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად მოგესალმებით მესალმები რადიო მსმენელს. ძალიან მოკლედ რომ ვუთხრათ ჩვენ მსმენელებს დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ესტატე მირიანაშვილის შესახებ რომელიც იყო სასულიერო პირი, იურისტი, ქართული კულტურის მკვლევარი და პედაგოგი, ესეთი მრავალფეროვანი ბიოგრაფია ჰქონდა მას და საქართველოს ეროვნულმა არქივმა გამოსცა მისი მოგონებები. მოდით მოგვიყევით მის შესახებ უფრო დეტალურად და რით არის საინტერესო ეს გამოცემა. საინტერესო არის ესტატე მირიანაშვილის ეს მოგონებები მრავალმხრივად, უპირველეს ყოვლისა აქ პროცესები დანახული არის სასულიერო პირის მხრიდან, თუ რა პროცესებს ჰქონდა ადგილი რუსეთის იმპერიაში და სხვათა შორის როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქართული სასულიერო პირების მიმართ რუსი ძახოსებს, რომელიც განაგებდნენ ჩვენს ეკლესიას და ასევე გარკვეული მიზეზების გამო, როდესაც მას მოუწია ანაფორის გახდა, უკვე პროცესები მისი მხრიდან დანახული არის როგორც რიგითი ადამიანის მხრიდან და შესაბამისად ის თავის შეფასებებს აძლევს ყველა ამ პროცესს და გარდა ამისა ის ძალიან ბევრი საინტერესო პროცესის მონაწილე იყო. ის სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, როდესაც იქ ავადსახსენებელი პავლე ჯუძეცკი იყო რექტორი. ასევე ის გარკვეულწილად ჩართული აღმოჩნდა ვარშავაში ქართული სტუდენტების მიერ შექმნილ საქართველოს განთავისუფლების ლიგასთან და ასევე ბევრი პროცესის უშუალო თვითმხილველი იყო და ცხადია პროცესის უშუალო თვითმხილველის ამბობი ყოველთვის საინტერესო არის ეპოქის კარგად აღსაწერად და კარგად დასანახად და ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ესტატე მირიანაშვილის ეს მოგონებაც გამორჩეულია. ბატონ ლევან, 18 ნაწილისაგან შედგება, ხო, ეს მოგონება და ის როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან ისეთ ეპოქას აღწერს, ხო, ერთი ადამიანის პრიზმიდან, ერთი ადამიანის ცხოვრებისეული ისტორიიდან, მაგრამ თვითონაც ესტატე მირიანაშვილის შესახებ რომ ვისაუბროთ, ის ბევრს მუშაობდა ქართული ძეგლების მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნებისათვის, ხო? ასევე ის ასწავლიდა ქართულ ენას უსასყიდლოდ და როგორც უკვე ჩვენ თქვით გადაცემის დასაწყისში, ის იყო ასევე სასულიერო პირი და თქვენც აღნიშნეთ, ხო? მისი ეპიზოდი ცხოვრებიდან. მოდით კიდევ უფრო ფართოდ მოუყვეთ მის შესახებ. კიდევ უფრო ცვლად, უფრო სწორად. ქართულთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, უთხრათ რადიო მსმენელს, რომ ესტატე მირიანაშვილი დაიბადა 1866 წელს თელავის მაზრის სოფელ კურდღელაურში, სასულიერო პირის ოჯახში, მამამისი მატათეაც იყო სასულიერო პირი, მამამისი ჯერ სოფელ ენისელში მოღვაწეობდა, შემდეგ სოფელ შილდაში გადავიდა და შესაბამისად ბავშვობაც ესტატემ ამ სოფლებში გაატარა და შემდეგ როგორც სასულიერო პირის შვილი შეიყვანეს თელავის სასულიერო სასწავლებელში, სადაც დაბა კლასებში ქართულად მიმდინარეობდა სწავლა, ხოლო მაღალ კლასებში კი რუსულად და აქ ძალიან ბევრ საგანს სწავლობდა ის როგორც იყო ქართული ენა, საქართველოს ისტორია და სხვადასხვა ენები, ბერძნული, ლათინური და ასე შემდეგ. და ყოველ კვირა სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეები მიყავდა ტაძარში წირვალ ლოცვაზე, წელიწადში ორჯერ კი სავალდებულო იყო, რომ ისინი უნდა ზიარებულიყვნენ და ის მოსწავლეები, რომლებიც იქ პანსიონში არ ცხოვრობდნენ და კერძო ბინებში ცხოვრობდნენ, ვალდებული იყვნენ, რომ მოცმობა მიეტანათ, რომ ისინი ეზიარდნენ. სწორედ თელავის სასულიერო სემინარიაში მის სწავლის პერიოდი დაემთხვა რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომს და იქ საუბრობს თუ როგორ დაიწყო ისევ კახეთში ლეკიანობა, როგორ ისარგებლეს ამ სიტუაციით ლეკებმა და დაიწყეს კახეთზე თავდასხმებით, თუმცა რუსების და ქართველების გაერთიანებულმა რაზმებმა ლეკების ეს თავდასხმა ალაგმეს და ის 1891 წელს ასრულებს
სწავლას თელავის სასულიერო სემინარიაში და შედის თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც როგორც უკვე აღნიშნეთ, რექტორი იყო პავლე ჩუდეცკი, როგორც ესტატე თავის მოგონებებში წერს, საქართველოს ეგზარხოსი პავლეო ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდაო ჩუდეცკის მეუღლესთან და სწორედ ამით იყო განპირობებული ის, რომ ის დანიშნესო თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორატო და ის აღწერს იმ ვითარებას, რაც მის დროს იყო თბილისის სასულიერო სემინარიაში შექმნილი, ეს იყო აუტანელი ვითარება. იქ არსებობდა ბიბლიოთეკა, რომელთაც სარგებლობდნენ მოსწავლეები, სადაც განთავსებული იყო კატალოგებში კლასგარეშე ლიტერატურას, თუმცა პავლე ჩუდეცკი კრძალავდა კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას და კატალოგებიდან ამოაღებინა ყველა კლასიკური ლიტერატურა და თუ კი წინს დაუნახავდა მოსწავლეს ხელში, აუცილებლად გადაამოწმებდა ხომ არ იყო ის კლასგარეშე ლიტერატურა. ასევე პანსიონში მცხოვრებ მოსწავლეებს ჩამოული და ღამეთ შეუმოწმებდა უჯრებს, სადმე ხო არ ინახავდნენ ასეთ ლიტერატურას და მისი ასეთი დამოკიდებულების გამო, რა თქმა უნდა, ხშირი იყო უკმაყოფილება მოსწავლეებში, მაგალითად, სილიბისტრო ჯიბლაძე გარიცხეს ასეთი კლასგარეშე ლიტერატურის კითხვის გამო და რის გამოც სილიბისტრო ჯიბლაძემ შური იძლია და პავლე ჩუდეცკი კიბეებიდან დააგორა. შემდეგ მოხდა კიდე უარესი რამ, თვითონ ესტატე მერიანაშვილი შეესწრო ამ ფაქტს, როგორ გამოვარდა თავისი კაბინეტიდან პავლე ჩუდეცკი, ორივე ხელი მუცელზე ეკიდაო და უკან მოსდევდა მოსწავლე იოსებ ლაღიაშვილი, რომელმაც თურმე მის კაბინეტშივე დაჭრა ხანჯლით ჩუდეცკი, დაეწია კიდეებთან და კისერზე უსვამდა და უსვამდაო ხანჯალს. დამასობაში მასწავლებლებაც მოირბინეს, დააკავეს იოსებ ლაღიაშვილი, გამოიძახეს ექიმი 2 საათის განმავლობაში ცოცხალი იყო ჩუდეცკი, თუმცა შემდეგ ის გარდაიცვალა. სასულიერო სემინარიაში მოვიდა ასევე ეგზარხოსი პავლეც, დიდი ამბით დაკრძალეს ჩუდეცკი კუკიაზე არსებულ ალექსანდრე ნეველის ეკლესიის სასაფლაოზე ეზოში და სწორედ აი ამ დროს წარმოთქვა ცნობილი სიტყვები პავლე ეგზარხოსმა, როდესაც დააწევლა მან ის წრე, საიდანაც გამოვიდნენ იოსებ ლაღიაშვილისნაირი ადამიანებიო და ამან ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში და მას წერილით მიმართა 8 ივლისს 1896 წლის ამბები არის დიმიტრი ყეფიანმა, რომელიც ამ დროს მოგეხსენებათ იყო ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი. მან წერილში აღნიშნა, რომ თუკი ის ხმები, რომელიც გავრცელებული იყო, რომლის მიხედვითაც პავლე ეგზარხოსმა ქართველიერი დააწევლა, თუკი ეს მართალი იყო, მას არ ჰქონდა მორალური უფლება დარჩენილიყო აი ამ ქვეყანაში და ყოფილიყო უპირველესი მწყემსთავარი ამ ხალხში. თუკი ეს ხმები არ იყო მართალი, მაშინ შენდობას ითხოვდა დიმიტრი ყეფიანი. მეორე დღეს 9 ივლისს უკვე უპასუხა წერილი დიმიტრი ყეფიანს ეგზარხოსმა პავლემ, რომ მისთვის შეურაცხყოფელი იქნებოდა ამ გავრცელებულ ხმებზე რაიმე კომენტარის გაკეთება. ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მოგეხსენებათ დიმიტრი ყეფიანი სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ის ვერაგულად მოკლეს კიდეც, ხოლო პავლე ეგზარხოსი კი მოაშორეს საქართველოს და ყაზანში გადაიყვანეს. შემდეგში იცით თქვენ დიმიტრი ყეფიანი ქართულმა საზოგადოებამ ჩამოასვენა და დიდი პატივით დაკრძალა მთაწმინდაზე, სწორედ დიმიტრი ყეფიანს ეძღვნება აკაკი წერეთლის ცნობილი განთიადი და 2007 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ დიმიტრი ყეფიანი წმინდანად შეერაცხა. რაც შეეხება იოსებ ლაღიაშვილის ბედს, რომელმაც მოკლა რექტორი ჩუდეცკი, ის დააპატიმრეს, მას მიუსაჯეს ჩამოხრჩობა, თუმცა როგორც მცირე წლოვანს შეუმცირეს საშელი და მიუსაჯეს 20 წლით კატორღაში გადასახლება, თუმცა მან სახალინის ნახევარკუნძულიდან გაქცევა მოახერხა, გადავიდა იაპონიაში, შემდეგ იქიდან გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და როგორც გვაქვს ინფორმაცია, პირველ ხანებში მტვირთობად მუშაობდა, თუმცა მერეინაც ისწავლა და უკვე ფინანსურადაც საკმაოდ მოღონიერდაო. აი ესეთი ვითარება იყო თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ მომდევნო რექტორმა კი როგორც ჩანს გაითვალისწინა ჩუდეცკის ეს ინციდენტი, თუ როგორ დაასრულა ჩუდეცკი მოღვაწეობა და ცოტა შეარბილა რეჟიმი და უკვე არ უკრძალავდნენ მოსწავლეებს კლასგარეშე ლიტერატურის
კითხვას. და ამ ყველაფერს ამ ნაწილი ხო ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი რასაც თქვენ ახლა ყვებით ამის ამოკითხვა მკითხვა შეუძლია იმ მოგონებებში რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ საქართველოს ეროვნულმა არქივმა გამოსცა. დიახ და ის უშუალოდ კითხულელი არის ამ პროცესის და რა თქმა უნდა კარგად აღწერს ცოცხლად აღწერს ამ ყველაფერს და მით უფრო საინტერესო არის ეს ყველაფერი. ბატონ ლევან, ხო არის ვთქვათ ამ მოგონებებში ესტატე მირიანაშვილის მოზაზრება, რატომ გადაწყვიტა მან ამ მოგონებების დაწერა? აი საიდან მოხდა ეს მოგონებები, ეს ჩანაწერები არქივში და შემდეგ რატომ გახდა მისი გამოცემა ასეთი მნიშვნელოვანი? ხო, ამაზე უშუალოდ თვითონ ის მოგონებებში არ წერს და ზოგადად ჩვენ მოგონებების სიმწირეს გამეცდით გარკვეული მიზეზების გამო, რადგანაც ადამიანების გარკვეული ნაწილი გაურბოდა მოგონებების წერას, რადგანაც შესაძლოა ეს მოგონებები შემდგომში ყოფილიყო მისთვის ერთგვარი მამხილებელი. მოგეხსენებათ, თუნდაც ესტატე მირიანაშვილი რუსეთის იმპერიის დროს მოღვაწეობდა და ის ამ ხელს როგორც მეფის ხელისუფლებას, ასევე ეგზარქოსის ხელისუფლებას წერს, თუნდაც რექტორ ჩუდეცკიზე და ასე შემდეგ, ან თუნდაც მოგვიანებით მას მოუწია საბჭოთა პერიოდში მოღვაწეობა, ეს ცოტა საფრთხილო საქმე იყო, თუმცა საბედნიეროდ მან გადაწყვეტა, რომ დაეწერა ეს მოგონებები და ეს ნამდვილად მისასალმებელია, რადგანაც დიდი რაღაც ხდება ცნობილი სწორედ მოგონებებიდან. მოგონებებიდან ჩვენ ვიგებთ ისეთ რამეს, რაც უშუალოდ თუნდაც საარქივო დოკუმენტებში ვერ ამოიკითხა. იქ უფრო არის მშრალი ფაქტები. აქ კითხულელი გადმოგვცემს უშუალოდ ადამიანურ ურთიერთობებს, ბევრ პროცესებს სხვანაირად თვითმკვლელის თვალით აღწერილი პროცესები უფრო საინტერესოა, მაგრამ მიზეზები თუ რატო დაწერა, ამაზე ის არ საუბრობს, როგორც ასეთი. და საბედნიეროდ ეს მოხდა ეს მისი ეს მოგონებები საქართველოს ეროვნულ არქივში და არქივმა გადაწყვეტა მისი გამოქვეყნება და ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებები არის, რომელიც არქივს გამოუქვეყნებია როგორც ასეთი ბოლო პერიოდში და ნამდვილად მისასალმებელი არის. როგორც უკვე აღნიშნეთ, 18 ნაწილისგან შედგება და მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს მოიცავს. აქ არის საუბარი, როგორც თქვენ უკვე მოგვიყევით, სემინარიაში მისი სწავლების შესახებ, ასევე ვიცით, რომ ის იყო სასულიერო პირი, თუმცა შემდეგ მოგვიანებით ის ასევე მსახურობდა სამოსამართლო პალატაში. დიახ, როდესაც თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა, მან ერთი პერიოდი სამუშაოდ გადადის თელავის სასულიერო სემინარიაში ზედამხედველის თანამდებობაზე. ზედამხედველს როგორც წესი ევალებოდათ, სანამ მასწავლებელი კლასში შევიდოდა ბავშვების დაწყნარება, ყურადღების მიქცევა ეზოში ბავშვებისთვის, ასევე კვირაობით ეკლესიაში მათი წაყვანა და ასე შემდეგ. ხოლო მცირე ხანი დარჩა იქ და ამის შემდეგ უკვე ის მოგვდათ აკურთხა ეგზარქოსმა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პრაქტიკის მისაღებად დარჩა ეგზარქოსთან ერთად და სხვათა შორის ის აღნიშნავს იმას, რომ მასთან ერთად აღკვეცეს ერთი რუსი პირი, რომელიც ბაქოში უნდა გაეგზავნათ სამოღვაწეოდ და ის შენიშნავს, რომ ეგზარქოსებს უფრო მეტი ყურადღება ჰქონდათ როგორც წესი რუსის სასულიერო პირების მიმართ, ვიდრე ქართველების მიმართ და ამ დროს უფრო მეტად დასწავლინდნენო აი ამ მთელ პროცესიაში, ვიდრე მეო. ამას ის შენიშნავს და ამის შემდეგ ის გადაყავთ ახალციხეში, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში, სადაც სხვათა შორის თქვენ უკვე აღნიშნეთ გადაცემის დასაწყისში, რომ ის ინტერესდება ქართული ისტორიული არქეოლოგიური ძეგლებით და სხვათა შორის რამდენიმე პუბლიცისტური წერილი გამოაქვეყნა მან გაზეთში და სხვათა შორის მისი ახალციხეში ყოფნის დროს ხდება ეს ძალიან საინტერესო ფაქტი. მისი ძმა მიხაკო სწავლობდა ვარშავაში და ვარშავაში სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს საქართველოს განთავისუფლების ლიგა, რომელშიც გაწევრიანებული იყო მის ძმასთან ერთად ნოე ჟორდანია, ფილიპე მახარაძე და სხვა ქართველი სტუდენტები. მათ შეადგინეს წესდება, პროგრამა და მიხაკომ გამოუგზავნა თავის ძმას ესტატეს ეს პროგრამას ერთ-ერთი ასლი. ესტატე გაეცნო მას, ასევე რამდენიმე პირს საიდუმლოდ გააცნო ის, თუმცა მოხდა ასეთი რამ, რომ ფილიპე მახარაძემ ვარშავაში მიიღო არალეგალური ლიტერატურა, ეს ლიტერატურა მან
გადაიტანა მიხაკოს ესტატეს ძმის ბინაში, თუმცა ჟანდარმერია მას უკან მიყვებოდა და შესაბამისად დააპატიმრეს როგორც ეს ლიტერატურა, ასევე ის მიმოწერა, რომელიც აღმოაჩნდა ბინაში ესტატეს ძმას მიხაკოს და მათ შორის ესტატესთან მიმოწერაც და დააპატიმრეს. შემდგომში ეს ქართული მიმოწერა გადააგზავნეს რუსეთში, გადათარგმნეს რუსულად, რადგანაც ქართულს ისინი ვერ გაიგებდნენ და ეს დიდხანს გაგრძელდა ეს პროცედურა და ამასობაში მიხაკო გაათავისუფლეს, ის ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა ამასობაში საერთო რაღაცები დაინახეს ამ მიმოწერაში და დააპატიმრეს მიხაკო ესტატეს ძმა და გადაიყვანეს ქუთაისში და ქუთაისში დაემგზავრა. ესტატეს რომ თავისი ძმის ბედი გაერკვია და როგორმე დახმარებოდა, ის გაუმძებელ დებილს, ასეთი გვარის ადამიანი იყო შეხვდა. დებილმაც მას უთხრა, რომ აუცილებლად დაეხმარებოდა მის ძმას და 2 დღის შემდეგ დაიბარა. თუმცა დებილს დაუბარებდა ამასობაში პროკურორი და პროკურორთან ერთად დაკითხვა მოუწყო ესტატეს, რადგანაც მისთვის უკვე ცნობილი იყო ეს მიმოწერა და მას ედავებოდნენ ერთ რამეს. რას გულისხმობო შენ ძმისად მიწერილ წერილში, როდესაც ამბობო, რომ გავეცანი პროგრამას და განვიხილეთო. ამაზე ესტატემ უპასუხა, რომ აქ საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ ის ისტორიით იყო დაინტერესებული და ისტორიის პროგრამა გამოაგზავნა უბრალოდ ძმას და რაც შეეხება სიტყვა განვიხილეთ, მე მახასიათებს, რომ ასეთ მრავლობითში საუბარია და მან წერილში სხვა ადგილები ანახა, სადაც მართლაც მრავლობითში საუბრობდა. პროკურორი წავიდა, თუმცა არ უშობდა გაუმძებელი მას, გამომიტანაო ხიზილალა და ხვინო დამალევინა და ამითო ისო ცდილობდა, რომ როგორმე ავლაპარაკებული ყავიო, თუმცა არაფერი არ გამოვიდა აქედან და შესაბამისად გამოუშვეს ესტატე, ვერც მის ძმას დაუმტკიცეს ვერაფერი და შესაბამისად ისიც გაათავისუფლეს. ბატონო ლევან, ჩვენი დრო სამწუხაროდ იწურებათ და მოდით მოუყვეთ ჩვენ მსმენელებს რითი სრულდება ეს მოგონება და საჩერება მისი გაცნობა ხელმისაწვდომი თუ არის ის ფართო საზოგადოებისათვის. ეხლა მოგონებები ხელმისაწვდომია, რა თქმა უნდა, ის იყიდება საქართველოს ეროვნულ არქივში, მის საკანონმდებლო პავილიონში და საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზე არის მისი ელექტრონული ვერსია განთავსებული და შესაბამისად ხელმისაწვდომი არის მკითხველისთვის. ეს მოგონებები მთავრდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ რა პროცესები მიმდინარეობდა, თვითონაც უკვე ამ დროს მოსამართლე იყო, მანამდე მან სწავლა განათლება მიიღო რუსეთში და უკვე საბჭოთა პერიოდის დამყარების შემდეგ როგორ დარჩა ის სამსახურის გარეშე, როგორ დაასაქმეს თავისიანები, ანუ პარტიულები საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და როგორც თვითონ ის აცხადებს, მუშური გახდა ყველა დაწესებულება და მათ შორის სასამართლოც და შესაბამისად ის სამსახურის გარეშე დარჩა, პატარა ჭრეჭრულ თანამდებობებზე მუშაობდა და შემდეგ უკვე პენსიაზე გავიდა და ის გარდაიცვალა 1954 წელს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი და საინტერესო საუბრისათვის და შევახსენებ ჩვენს მსმენელებს, რომ პირდაპირ ეთერში გვერდებოდა ლევან ჯიქია.